მოგესალმებით, გადაცემა ჰორიზონტის მიღმა რადიო ჩემი ხმის ეთერში დღეს ძალიან გვიან ჟღერდება, არისთვის ბოდიში სუხთი მაყურებელს და ჩვენს რადიო მსმენელს, თუმცა ამისთვის ობიექტური მიზეზებიც არსებობდა და ვინაიდან ესე გვიან დავიწყეთ და ასე შემდეგ პირდაპირ გადავალ იმაზე, რომ ჩვენი სტუმარი დღევანდელი არის ონლაინ სტუმარი და ეს არის ლევან ყიყიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კერძოდ კი საინგილოში ცხოვრობს. მოგესალმებით ლევან. მადლობა ჩვენს გადაცემაში ჩართვისთვის, სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების მიუხედავად. ლევან, თუ შეიძლება ესეთი ზოგადი კითხვა მექნება ჯერ, რომ თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენ ჩვენი სკოლა დაამთავრეთ თბილისის 202 უსინათლოთა სკოლა. შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება და როგორია თქვენი ცხოვრება ახლა საინგილოში? ჯერ მოგესალმებით პირველ რიგში ესმა. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღებისათვის და მივესალმებით თქვენი რადიოს მსმენელებს, სასწრაფო ყველა უსინათლო მეყვარს, ინტერნეტ მსმენელს და მივესალმებით და მე მინდა გითხრათ რომ დავამთავრე სამწუხაროდ 9 კლასი დავამთავრე ამ უსინათლოთა სკოლის მთლიანად გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც იყო ჩემი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მის გამო 2003 წელს წამოვედი სკოლიდან. ერთადერთი იდეა ის რომ ბებია ჩემის რომ მე ამ სკოლაში მესწავლა უსინათლოთა სკოლაში. 6 წლიდან ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც თელავში მცხოვრობდა, შეია რომ მე დამთავრებინა ეს სკოლა და აქვე მესწავლა. ამიტომ დიდი მადლობელი ვარ პედაგოგების. როგორია თქვენი ცხოვრება დღეს? რა ხდება? რამეში თუ ხართ ჩართული? რაიმე შესაძლებლობები საერთოდ არსებობს თქვენს სოფელში, თქვენს რეგიონში უსინათლოს ინტეგრაციისთვის? მის შემდეგ რაც სკოლა დავამთავრე 2003 წელს წამოვედი, არანაირი საქმება არ არსებობს, არანაირი ჩართულობა არ არის. ასე თქვათ. ვარ სახლში, იმის შემდეგ შევისწავლე ხმოვანი კომპიუტერი, რომელიც ტელეფონის დახმარებით შემოწავლა ჩვენი ერთ-ერთი ფილიალის თავმჯდომარემ, ბონისის ფილიალის თავმჯდომარემ საზამ მარტიაშვილმა, იგივე ჩემმა მეგობარმა, მას დიდ მადლობას ვუხდი. და აქედან გამომდინარე ვარ კომპიუტერში ჩართული, კითხულობ წიგნებს. ძირითადად ვარ სახლში. აზერბაიჯანში, როგორც მე ვიცი, არსებობს ბაქოში უსინათლოთა სკოლაც, საზოგადოებაც, მაგრამ როგორც საქართველოშია, ყველა რაიონს აქვს თავისი ფილიალი, ჩვენთან ასეთი რაღაცა არ არსებობს, როგორც ჩემი ინფორმაციიდან გამომდინარე მითხრეს. და აზერბაიჯანელ უსინათლობს იცნობთ თქვენ რეგიონში, სამეზობლოში, სადმე თუ არის ვინმე? საერთოდ ურთიერთობა თუ გაქვთ, ინტერნეტით მე ვხედავ, რომ თქვენ ყავთ აქ ქართველი მეგობრები, თქვათ აზერბაიჯანელ უსინათლოებთან სკოლის მეგობრები და შემდეგ ინტერნეტ სოციალური ქსელით გაცნობილი მეგობრები, მაგრამ სამწუხაროდ აქ ცხოვრებ უსინათლოებთან, რომლებიც როგორც ვიცი მე კახში არიან, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. კერძოდ უფრო ენობრივი ბარიერის გამოც. თქვენ აზერბაიჯანული ენა არიცით? კარგად და გრამატიკულად ვერ ვფლობ, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მოგვიყევით თქვენს ყოველდღიურობაზე, რითი ხართ მაშინ დაკავებული ხოლმე სოციალური ქსელი. ასევე თქვენ ადრე მწერდით, რომ პრობლემები გქონდათ ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამაზეც რო გითხრათ, რა პრობლემები იყო ეს? კერძოდ ახლა რაც შეეხება ჩემ ყოველდღიურობას შევხედები, ვარ ასე ვთქვათ დაკავებულიც არ აქვია ამას, უბრალოდ სახლში ვარ და ეს კომპიუტერი წიგნებით და ყოველ წიგნებს ქართულენოვან წიგნებს საიდან შეულობთ? აქ ვკითხულობ ინტერნეტში, სოციალურ ქსელში, მაგრამ იქამდე ვკითხულობდი ბრაილის შრიფტით წიგნებს, რომელიც მოქონდათ ბიბლიოთეკიდან, ფონიჭალის ბიბლიოთეკიდან, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ, კერძოდ 2005 წლიდან შემედგნა ასეთი პრობლემა, რომ საზღვარზე აღარ ატანდნენ წიგნებს და ამას ამბობდნენ, რომ როდესაც შვიდნენ ამ წიგნებს, როცა ხედავდნენ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ წიგნებს, ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სახის ლიტერატურა გადადის, რაღაცა ისეთი რაღაცა ეგონათ, დაშიფრული რაღაცა. მე მივმართე მის შემდეგ
ჩვენ საელჩოს აზერბაიჯანში, ბაქოში, კერძოდ მისი მოადგილე გამომეხმაურა გელა გიორგაძე. თეიმურაზ შარაშინიძე არის საქართველოს ელჩი ბაქოში. მისი მოადგილე გამომეხმაურა ამერიკა პირადად და დახმარებაც აღმითქვა. ანუ ჩვენ დაგეხმარებითო, მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც უკავშირდებოდი, აღარნაირად აღარ პასუხობ შემზარებს. შემდეგ განჯაში არის იგივე ჩვენი საკონსულო ბაქოში, მამუკა ბალავაძე. საკურობ ისიც შემპირდა თბილისში, თქობით ასე თქვა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. საკონსულოს თანამშრომელი, როგორც მე ვიცი, წარმომადგენელი თქვენი ნაწერები და მონაწერებიდან გამომდინარე, იყო კიდეც თვითონ თქვენ სოფელში ჩასული და თქვენ ვერ მოახერხეთ შეხვედრაზე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ გინდოდათ. რატომ, რის გამო, რითი იყო ეს გამოწვეული? სამწუხაროდ ეს იყო იმით, რომ შევიზღუდეს მე მინდოდა შეხვედრა, მაგრამ ჩემ ნათესავებსაც, ახლობლებსაც და გარკვეულ ადამიანებსაც, რომლებიც მეხმარებოდნენ საქმეში, ანუ ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის, ანუ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კნა შეზღუდული, ანუ ვერ მოხერხდა შეხვედრა. ანუ არ დართესნება, რომ ეს საკითხი წამომაგენ. ანუ ვერ მივხვდი, თქვენ ფიზიკურად არ მიგიშვეს თუ ვერ მივხვდი? ფიზიკურადაც და ისეთ წერილობითაც, რომელიც შეიძლება რომ წერილობითაც მივემართა, მაგრამ არ დავუშვეს. ხო, მაგრამ ანუ შეხვედრა თუ უკვე ტარდებოდა, თუ ის ჩაიშალა, ეს მაინტერესებს. ფიზიკურად შეხვედრა შედგა? შეხვედრა ტარდებოდა, ანუ ისეთ რეჟიმში რა, როგორ ვთქვათ, აი პოლიციურ რეჟიმში. ისეთ რეჟიმში, რომ გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ შეხვედრა. სკოლაშიაც შეხვდა, მაგრამ სკოლის გარკვეულ პედაგოგებს, რამოდენიმე ადამიანს. ანუ ეს აზერბაიჯანული მხარიდან გამომდინარე არის ეს შეზღუდვები თუ რის გამო არის, ანუ? აზერბაიჯანის მხრიდან, კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლების. და მიზეზი ან მოტივი რა არის? ისინი რას ასახელებენ და თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორმე აზერბაიჯანი, როგორც ჩვენ ვიცით, ეწევა ქართველების ასიმილიზაციას, ანუ ესე გსხვდავს ყველანაირად ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევა. კი ბატონო, ამაზეც რო ვისაუბროთ, მაშინ ქართული გაჟღერდეს, არ უნდათ რომ საქართველოსთან შემოვიდეს ის ქართული წიგნები, რა მარტო ბრაილის წიგნებთან არ არის დაკავშირებული. ეს მიზეზიც აღმოჩნდა, რომ ესეც სხვა მხრიდანაც არის შეზღუდვები. და თქვენ ანუ ახსენეთ, თქვენც ფლობთ ქართულს მშვენივრად, ანუ არის იქ დღეს ისევ მოსახლეობა, რომელმაც იცის ქართული და რამდენად დიდია ეს, თქვათ, თქვენ სოფელში პირობითად რამდენმა იცის ქართული, ნახევარზე მეტმა? შენთან არის ქართული შოთა რუსთაველის სახელობის ქართული სკოლა. დღევანდელ დღეს ანუ სადაც ქართულ ენაზე ხორციელდება კიდეც სწავლება იმ სკოლას? საბავშვო ბაღით, რომელიც ქართულ ენაზე ხორციელდება, სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ანუ დღესდღეობით მე, არა მარტო მე, ანუ ყველა ჩვენთაგან იტყვის, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც ტექნიკა განვითარდა, ყველანაირად ეს სოციალური ქსელი, ინტერნეტი, პლუს ამას ტელევიზია და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი, ანუ დღეს ეს პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა თითქმის იცის ქართული, ბავშვებიც უკვე ფლობენ ქართულ ენაზე. ეს დავიწყების იმაზე არ არის. აჰა, საინტერესო არის, თქვენ ამბობდით, რომ აი ეს რაღაცაზე მწერდით და ეს დავპოსტო თუ არ დავპოსტო, იმიტომ რომ რაღაც შიშებს მიზიარებდით. აი რა შიშები არის ეს? რის გამო გერიდებათ ხოლმე რაღაც საკითხების საჯაროდ დაპოსტვა? ეს ახლობლების მოსაზრებებია თუ იქაური ხელისუფლებისადმი რაღაც პრობლემების შექმნის მოლოდინი იმათი მხრიდან? ახლობლების მხრიდანაც არის გარკვეული წოლები და უფრო ეს ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ცდილობს შეძოლა ჩვენივე ადამიანებიდან, ანუ ჩვენივე ქართველებიდან განახორციელოს, ან რაღაცა კონტროლდება მასმედია, უფრო ინტერნეტიც, ასეთი სახის რაღაცები. აი როგორ კონტროლდება, რომ მოგყვეთ რამე დეტალი? კონკრეტულად ესეთი დეტალები არ ვიცი, მე როგორც ვიცი ახლა შემოდიან და ამოწმებენ ინტერნეტ, ანუ გარკვეული ისეთი სახის ინფორმაცია პოსტები მაგალითად მიიჩნევა ანტისახელმწიფოებად,
რაცა ასეთ რაღაცები. მაგალითად როგორი პოსტი შეიძლება იქნეს მიჩნეული? ალბათ მე რო ვისაუბრო თქვათ აი უფლებების დარღვევაზე, რომელიც ირღვევა ჩემი უფლებები. აი ახლა თქვათ მე ვიმყოფებოდი პასპორტის დასაღებად კახში, ჩვენი საპასპორტოში, როდესაც მაიძულეს რომ ხელი მომეწერა, მაგრამ მე სამწუხაროდ ვერ შევძენით ხელის მოწერა. დიახ, და როგორ განვითარდა მოვლენები ამაზე რო გვესაუბროთ? ლევან თუ შეიძლება გვესაუბრეთ როგორ განვითარდა იმ საპასპორტოში მოვლენები? ლევან